სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენ ხშირად ვყოფთ ერთმანეთისგან ჩვენს რელიგიურ ცხოვრებას, სოფხედელობას, სამყაროს აღქმას, შემეცნებას და რწმენას. რა თქმა უნდა, რწმენა სოფხედელობასაც გვიყალიბებს, რელიგიური ცხოვრების წესსაც გვირჩევს, სამყაროსაც შესაბამისად აღვიქვავთ, მაგრამ ამ ყველაფერზე რწმენა არ დაიყვანება. რწმენა არის შემეცნების ის ყველაზე ღრმა და უმნიშვნელოვანესი უნარი, ქრისტიანულ რწმენაზე ვსაუბრობ, რომელიც ადამიანს პირდაპირ ტრანსცენდენტულ, ანუ სამყაროს აბსოლუტურად მიღმიერ ღმერთთან, გალაქტიკების შემოქმედთან უშუალოდ აკავშირებს. და თუ ჩვენ იმას ვითვალისწინებთ, რომ არათუ ადამიანი, თუნდაც თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, არამედ მთელი სამყარო, გალაქტიკა ჩვენი, რომელიც 100-150 სხვადასხვა ვერსია არსებობს, მილიარდ ვარსკვლავს შეიცავს. ანუ სხვადასხვა 200 მილიარდამდე მზეს შეიცავს. და კიდე ასეული მილიარდობით კიდე გალაქტიკები და ეს რაღაცა გონება მიუწვდომელი, ეს უბრალოდ ისეთი სიდიადეა, რომ ადამიანის აზროვნებას ამის წარმოდგენა არ ძალოს და რომ მოინდომოს ალბათ ტვინის ფუნქცია ვერ გაუძლებს და გადაიწვება. და აი ამ ყოველივეს შემოქმედთან საუბრობს ადამიანი, რომელიც ღმერთს მიმართავს. ეხლა ეს ვერცერთი ფანტასტიკის სფერო ვერ შეედრება. მე გულისხმობ, რომ ადამიანს სურს რაღაც არარეალისტური სამყარო დახატოს და იგონებს რაღაცას. ვერ მოიგონებ ამაზე დიადს, ამაზე მიუწვდომელს და ამავე დროს მიწვდომაც. იმიტომ რომ ამ მიუწვდომელს ვწვდებით და მის შვილად წარმოვჩინდებით და ამას გვეუბნება ჩვენი სარწმუნოებრივი ცოდნა და სარწმუნოებრივი გამოცდილება. რა თქმა უნდა, ამის მერე, როცა ასეთ დიადზეა საუბარი, ადამიანი საბრალო ხდება, როდესაც ამ ყველაფერს ვერ ხედავს და არ აინტერესებს. და კიდევ უფრო საბრალო ხდება ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი იცის და რაღაც ანიავებს მიწიერის გამო და ფლანგავს, იცის გამოცდილებითად, მაგრამ მაინც. ასე რომ ჩვენ ერთის მხრივ რაღაც ძალიან დიადი გვიპყრია ხელთ დაუმსახურებლად და მეორეს მხრივ ძალიან ხშირად ჩვენ მას არ უფრთხილდებით. როგორ მიდის ადამიანი რწმენამდე? როგორც წესი გვაქვს რა დაცემული ბუნება და ეს ვიცით რაც არის, ეს არის უუნარობა ჩვენი ბუნებისა ვიყოთ მასთან, სამყაროს შემოქმედთან. დაცემული ბუნება ვლინდება ბევრ რამეში, მათ შორის იმაშიც, რომ ჩვენ გულს, ანუ გულში გულისხმობ ჩვენ შინაგან მისტიკურ სიღრმეს, დაკარგული აქვს უნარი ყოფიერების ადეკვატური აღქმისა და ცხოველივით აღიქვავს აი ცხოველი რო აღიქვავს სამყაროს, ისე აღიქვავს ადამიანის სამყაროს. ხორცის იქით ვერ იყურება. კიდევ არის მეორე სულიც გვაქვს და ამიტომ ხშირად ადამიანი როგორც ეშმაკი ისე აღიქვავს სამყაროს. ანუ მხოლოდ და მხოლოდ თავისთვის სურს, თავის თავს აამოს, თავის თავს შეამონოს და მისთვის ბედნიერება და სიკეთე მხოლოდ ის არის, რაც მას გამოადგება, ანგარება, სიამაყე და ასე შემდეგ. ეს არის დეფორმირებული ჩვენი შინაგანი სამყარო, მაგრამ ღმერთი ხო ზრუნავს ჩვენს, არ გვტოვებს. და ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში თავს ავლენენ ისეთი ტიპის მაგალითები, ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენი ცხოვრება მწარდება. ამას განსასწრელი ქვია. განსასწრელი ამას იმიტომ ქვია, რომ ადამიანი გამოცდის წინაშე დგება და აი ასეთ დროს, როცა რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება მის ცხოვრებაში, ადამიანს უწევს გამოსავლის ზიება
ხშირად ჩიხურ სიტუაციაშიც კი აღმოჩნდება ხოლმე და აი აქ ირთვება ის მნიშვნელოვანი რამ, რასაც რწმენა ქვია, ანუ შემეცნების ის ყველაზე სიღრმისეული უნარი. იმიტომ რომ ან იღუპება და რაც მას არ სურს და მისი ღვთივხატები და მსგავსების ბუნებისათვის მიუღებელია, იმიტომ რომ ინტუიციურად მარადისობის შეგრძნება აქ ადამიანს, ამიტომ არ სურს რომ განადგურდეს და ირთვება ეს რაღაცა ჩიხური სიტუაციის გამო თვითგადარჩენის, ოღონ ეგზისტენციალური გადარჩენის. თუმცა ეს კავშირში არის მიწიერი გადარჩენისაც, აი როგორც ცხოველი რო გაურბის განსასწრებს ამგვარი და პლუს ეგზისტენციალური გადარჩენის ინსტინქტი ირთვება და აი ამ დროს შეიძლება ადამიანი მოვიდეს რწმენაში. მრავალი ჩვენგანს ეს გამოუცდია, მე თავის დროზე ათეისტურ გარემოში ვიზრდებოდი და ჩემთვის ეს სულიერი ცხოვრების თემა საერთოდ დახურული იყო და უმძიმესმა განსასწრებმა, სწორედ ჩიხურმა სიტუაციამ ექსტრემალურ სიტუაციაში მომიყვანა და სწორედ ამ დროს ღმერთი შემოდის ჩემ ცხოვრებაში და ღმერთი არ მწამდა და ქრისტე შემოდის ჩემ ცხოვრებაში, რომელიც ჩემს მიერ სახელდებული იყო როგორც ღმერთი. თუმცა რომ ჩავფიქრებულიყავი მაშინ ღმერთი როგორ არის 2000 წლის წინ დაიბადა, შეიძლება დავბნეულიყავი, მაგრამ შინაგანი ინტუიციამ სწორად იმუშავა. მადლობა ღმერთს ამისათვის და აი ეს ხდება ხოლმე რაღაცა განსასწრების გამო ადამიანი მოდის რწმენაში. მაგრამ ადამიანი რო რწმენაში მოდის, არ მოდის მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ კარგად იყოს. ჩვენი სარწმუნოება, ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება, რადგან ეს არის ჭეშმარიტი რწმენა და არა რელიგიური გზნობა. რელიგიური გზნობა ადამიანს არც ეგოიზმისგან განთავისუფლებს, არც უკეთურებებისგან, არც პატივმოყვარეობისგან, არც ბოღმისგან, არც სიძულვილისგან, არც ფარისეოლობისგან. რელიგიური გზნობა ადამიანს არ ცulis. ადამიანს რაღაც ცოტა აუმჯობესებს რაღაც ზნეობრივი კოდექსი, როცა აქვს კულტურა, ზნეობრივი კოდექსი. თუ რელიგიური გზნობა, რელიგიური გზნობით, ესე იგი გულს აცლიდან ცოცხალ ადამიანებს აცეკები ამერიკაში და ესე იგი ჯერ კიდევ ფეთქავ გულს ასე უძღვნიდან მზეს, როგორც ღვთაებას. რელიგიური გზნობა, ანუ რელიგიური გზნობა თავისთავად არაფერს არ ნიშნავს. რელიგიური გზნობით აღტკინებულმა საზოგადოებამ მოკლა იესო ქრისტე. რელიგიური გზნობით აღტკინებულებმა. ასე რომ რელიგიური გზნობებით ხდება უამრავი უბედურება სამყაროში, სწორედ რელიგიური გზნობით ხდება. ამიტომ რელიგიური გზნობა ადამიანს საერთოდ არ ცვლის უკეთესობისკენ. კიდევ ვიმეორებ, ზნეობრივი კოდექსი უფრო აუმჯობესებს ადამიანს და სწორი აღზრდა, ვიდრე რელიგიურობა. მაგრამ აი რწმენა რო შემოდის, რწმენა თუ შემოვიდა ჩვენში, ხო? აი ის რწმენა იმ წამსვე იწყებს ადამიანის ფერიცვალების პროცესს და ჭეშმარიტი რწმენა თუ შემოდის, ის ნელ-ნელა ამას მე ადამიანი აცნობიერებს თავისთავად ცხადია, ადამიანი აუცილებლად დგება საკუთარი ეგოიზმის ჩარჩოებიდან გამოსulis აუცილებლობის წინაშე. და აი თუ ადამიანი მაგალითად სწორად შემოვიდა სარწმუნოებაში, ის იმ წამსვე დგება ვალდებულების წინაშე, რომ მისი გამოცდილება, მისი სარწმუნოება უფრო სწორად გახდეს სხვებისათვის ცხადი და გახდეს ნათელი სოფლისა და მარილი სოფლისა. ანუ ის იმ წამსვე ქრისტეს მოწაფეთა რიგში იწერება, იმ წამსვე როგორ შეიძლება გარკვეული დროის მერე, მაგრამ ის პოტენციურად ქრისტეს მოწაფეთა რიგებში ეწერება და მოწაფე ნიშნავს, რომ თავისი მოძღვრის, თავისი მასწავლებლის საქმე გააგრძელოს. დღესაც ახლა სახარებაში ჩვენ რაც წავიკითხეთ სისხლდინარე დედაკაცის განკურნება, ხო, ექიმებმა ვერ უშველეს, მთელი ესე იგი ქონება წააგო ექიმებთან, დაზარალდა, მაგრამ საშველი არ აქვს. იხა ძველი აღთქმის პერიოდია და მას რელიგიურობა აქვს. რელიგიურობის გამო ვერ ბედავს, რადგან სისხლდინარია, ვერ ბედავს აშკარად მივიდეს ახლოს უფალთან, თხოვოს, ხალხში გაერიოს, მით უმეტეს ხელი შეახოს, იცით, რომ ძველ აღთქმაში ეს ასე დროს დედაკაცისათვის ეს კატეგორიულად აკრძალული იყო. და ამიტომ სწორედ რელიგიურობა ამ შემთხვევაში მას ხელს უშლის
და ეს რელიგიურობა გამოგონილი რელიგიურობა არ იყო, ეს ღვთისაგან მოცემული იყო, ამას გარკვეული ასეთ კონკრეტულ წესებს, რომელსაც მოსე იძლევა, თავისი მიზეზი აქვს და ეს იყო ებრაელი ხალხის სოციუმში ცხოვრების სწორი წესი და ფორმა, სადაც რელიგიური ცხოვრება და სოციალური ცხოვრება გადაჯაჭვული და სახელმწიფოებრიობა გადაჯაჭვული იყო ერთმანეთთან. ეს მნიშვნელოვანი იყო, ეს კარგი იყო, ცუდი კი არ იყო და სწორედ აი ამ კარგი სოციალურ, ეროვნულ, რელიგიური ცხოვრების წესის მატარებელია ეს დედაკაცი და მან იცის, რომ ეს არ უნდა მივიდეს და არ უნდა შეეხოს და ეს ხალხში ეს არ უნდა გაერიოს. მაგრამ მასში შედის რწმენა ქრისტესადმი, რომელიც აი ამ გარეგან ბარიერს გადაალახვინებს და ჩუმად, მაგრამ მაინც გადაალახვინებს. და იცით, რომ შესამოსელს, თვითონ ამბობს გულში, სამოსელსაც რო შევახო, სამოსელსაც ისიც კი, ესე იგი, მე ვცხონდები, ანუ გადავრჩები. და იცით, რომ სამოსელს შეეხება და ის განიკურნება მეხსეულად. მეხსეულად და გადაგარჩინა ასულა სარწმუნოებამ შენ მან გადაგარჩინა შენ და ეს გახდა საცნაური, რა თქმა უნდა, იქვე ყველასთვის, აგერ 2000 წელზე მეტი გავიდა და ჩვენთვისაც საცნაურია ეს ფაქტი, რაც მოხდა. ანუ მისი სარწმუნოებაში მოსვლა სხვებისთვის გახდა რა საცნაური, ეხმარება და გვეხმარება დღესაც ჩვენ, რომ ჩვენ სარწმუნოებაში მეტად გამტკიცდეთ ან მოვიდეთ და ასე შემდეგ. იმ წამსვე, ესე იგი, ეს გახდა საყოველთაო მნიშვნელობის. ანუ ჩვენი რწმენა არ არის ჩვენი ინდივიდუალისტური საქმე. ჩვენ რწმენას თავისი სოციალური, გლობალური დატვირთვაც კი აქვს. და ეროვნული დატვირთვაც აქვს. თითოეული ჩვენგანის რწმენას. ჩვენ ისეთი განზი გვაქვს, რომლის დაფლის უფლება არ ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ აი ადამიანი რომ ძალიან მდიდარია ვთქვათ, ხო? აი რა ძალიან მდიდარი ადამიანი, ის ფული მას გონია რომ მას ეკუთვნის და მას სინამდვილეში ეს მას არ ეკუთვნის, ეს არის ნიჭი, განძი მიცემული, რომელთაც სიკეთე უნდა აკეთოს. მაგრამ ვერაფერი შეედრება იმ განძს, რომელსაც ჩვენში ქრისტეს ღმერთობის რწმენა ჰქვია. და ეს არ არის ჩვენი საკუთრება. ეს არის ის ქონება, რომელიც მოცემულია ჩვენი უფლისაგან და როგორც უსამართლო მსაჯული რო გასცემს და თავისი ბატონის მატერიალური შესაძლებლობებით სიკეთეებს რო აკეთებს, ზუსტად იგივე გვევალება. ჩვენ რაც მოგვეცა, ის უნდა გავცეთ. ჩვენ გავცეთ, მაგრამ ის ჩვენი არ არის. მოცემულია და მისია და ჩვენ უნდა გავცეთ. ამ შემთხვევაში სარწმუნოება ყველაზე ძვირფასი განძია, რომელიც უნდა გამრავლდეს სხვებში. ეს არის სანთელი, რომელიც გიპყრია ხელს და სხვებს ჩამქრალი სანთელი, რო აქ უნდა დაიწყო ამ სანთლების ანთება. ეს არის ჩვენი ვალდებულება. ეს ჩვენ სოციალურ, ეროვნულ და უბრალოდ ადამიანურ აქტივობაზეც მიანიშნებს, თავისთავად ცხადია. და ის რომ რწმენა განსხვავდება რელიგიური ცხოვრებისაგან და ზოგ შემთხვევაში დაპირისპირებულიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც მაგალითად ქრისტეს პერიოდში რელიგიური მოტივაციით, სხვადასხვა მოტივაციით. და მათ შორის რელიგიური მოტივაციითაც, იქ ეროვნული მოტივაციით, სახელმწიფოებრივი მოტივაციით. ეს მარტო ქრისტესთან ესე არ იყო. აი დღეს იოანე დამასკელის ხსენებაა და იქაც რაღაც მსგავსი ბრალდება ქონდა, სახელმწიფო ღალატის, მას ხელის მოკვეთეს, დილეგში ჩააგდეს. ანუ ეს მაქსიმე აღსარებელი გამახსენდა და ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, ესე როდესაც ადამიანს ერთდროულად სულიერების გამოს დევნიან და ბრალდებათ აქვს ხოლმე რაღაც სახელმწიფოებრივი დანაშაული ან რაღაც ესეთი მსგავსი. ხო, ეს ხდება ხოლმე ხშირად და ხან რელიგიურიც. იონე ოქროპირი რატო განდევნეს და რატო რელიგიური კანონით დანაშაულში ამხილეს ვითომ და ესე იგი ეკლესიამ კრებით განკვეთა იონე ოქროპირი. რა თქმა უნდა, მე ეკლესიამ შეინანა ძალიან სწრაფად მისი გარდაცვალებიდან მალე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. თან მწვალებლებს არა, მაგრამ ათანასე დიდი მწვალებლები რო იმარჯვებდნენ, თქვათ არიოზელები რო იმარჯვებდნენ და ძირითადად მღვდელმთავრები რო არიოზელები ხდებოდნენ, მაშინ თქვათ დევნიდნენ მას ათანასე ალექსანდრიელს მწვალებლები, მაგრამ იონე ოქროპირი მწვალებლებსაც არ განუდევნიათ. ეს იყო სახელმწიფოსა და ხელისუფლებასა და ეკლესიის იერარქთა შორის შეთქმულება იონე ოქროპირის წინააღმდეგ და მიუყენეს საეკლესიო კანონი მიუყენეს და ამ საეკლესიო კანონის დარღვევით ამხილეს და განკვეთეს.
გრიგოლ ღვთისმეტყველი. გრიგოლ ღვთისმეტყველი საეკლესიო კანონი მიუყენეს და ადამიანმა, რომელმაც ესე იგი კონსტანტინოპოლის პატრიარქობის პერიოდში ეკლესიას გაამარჯვებინა არიოზელებზე, გრიგოლ ღვთისმეტყველი საეკლესიო კრებით გადააყენეს კათედრიდან. გესმით? აი როგორ ხდება? ეს თვითონ ეს წესები საეკლესიო კრებები, რომლითაც საეკლესიო კრებები ხელმძღვანელობენ. თავისთავად ეს წესები ცუდი კი არ არის. არ არის ეს ცუდი, ეს საღვთო დადგენილებით მოცემულია. მაგრამ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი სწორი კანონი ბოროტად გამოიყენოს. მაშინ მით უმეტეს, როდესაც საქმე აქვს ქრისტესთან და ქრისტე ამ შემთხვევაში იონე ოქროპირი, თქვათ ათანასე დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, ესენი იყვნენ ქრისტეს მოწაფეები, ქრისტეს ხატებანი იყვნენ და ქრისტეს ებრძვიან ისევ რელიგიურობით. იმ რელიგიურობით, რომელიც საღვთო განგებულებით არსებობს და თავისთავად ცუდი არ არის. რამდენად გასაგებად ვამბობ არ ვიცი, მაგრამ ამით მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენში ქრისტეს ჭეშმარიტი და ცოცხალი წმენა იმდენად ძვირფასია და იმდენად ამას სოფლის სულისათვის გაუგებარია, რომ თვით ჩვენც კი ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანებიც კი ვერ ვიგებთ მას ჩვენ ბოლომდე. და აი პავლემ ამ კონტექსტში ნახეთ გალატელთან მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული როგორ საუბრობს, ეს მესამე თავია გალატელთან მიმართ ეპისტოლეს. ნახეთ როგორ ამბობს, რწმენის მოვლინებამდე რჯულის, ეს ჯული საღვთო ჯულია, რაღაც ადამიანური ჯული კი არა, რაღაც ფილოსოფიური სისტემა კი არ არის. რწმენის მოვლინებამდე რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვლდეულნი. მომწყვლდეული რას ნიშნავს? მომწყვლეული ნიშნავს, რომ რელიგიური ჯული ადამიანის დაცემულ ბუნებას და ადამიანში არსებულ უზნეობას გასაქანს არ აძლევს. ის ფრთებს უკვეცავს ჩვენს ამორალურობას, ჩვენს ეგოიზმს, ჩვენს ანგარებას, აი ამას რომ თლათ ადამიანი არ გაპირუტყდეს, რელიგიური ჯული ამისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი. მაგრამ როცა რწმენა მოვიდა, ნახეთ, ვიდრე ესე ვიყავით მომწყვლდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. ასე რომ რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, აღმზრდელი როგორ? გადაგვარების შესაძლებლობა არ მოგვცა, და აი ძველ აღთქმაში ხო პირდაპირ ესე იყო, გადაგვარების საშუალება არ მისცა ებრაელებს, რომ მოვიდოდა ქრისტე, უკვე გადაუგვარებელ, არა გაპირუტყებულ ადამიანს ეცნო ქრისტე. ხო, ეს ამისთვის იყო. და ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა, ასე რომ რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს და ეს ჩვენთვის იმდანაც არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა წესი, ყველა გარეგანი წესი არის მხოლოდ ერთი მიზნისათვის, რომ ჩვენ ქრისტესთან მივიდეთ. რომელსინათ უცხოელები იყვნენ ისინი, აი პოდკასტს რო ეძახიან, ესეთი გადაცემა იყო, წამყვანი და კიდევ ორი ადამიანი, სადაც საუბრობდნენ სხვადასხვა სარწმუნოებრივ საკითხებზე, რელიგიური გადაცემა იყო და ძალიან გული დამწყდა, იქ იყო ერთი ცნობილი ჟურნალისტი, მართლმადიდებელი და მღვდელი. ესე იგი, ესეთი განცდა დამჩა, რომ აი შეურაცხყოფილი აღმოჩნდი, როგორც ქრისტიანი, რომ მაცხოვრებელი სხვა რელიგიაც შეიძლება იყოს და თან ისე ამბობდნენ, რომ ხა სხვა რელიგიის წარმომადგენელს უარ წყენოდა, ამიტომ ქრისტე რომ არის ერთადერთი გზა ცხონებისა და გადარჩენისა, ეს საიდან რა მოვიგონე თუ რა, ეს ხო გამოცხადებით გვაქვს, ხო სახარებაში. ამის თქმა ერიდებოდათ ადამიანებს, ამ მღვდელს და ამ იმას, რა ქვია, წამყვანი უფრო აქტიურობდა, კაცო, აბა ესე წინამამები რომ სახარებაში წერია და იმ ცნობილ ჟურნალისტს ერიდებოდათ და ამბობდნენ, რომ ისე ჩემთვის ესე ამბობდა, ეს მღვდელი ამბობდა, უცხოელი, ჩემთვის ქრისტე არის მაცხონებელი გზა, მაგრამ მე სხვას ესე რაღაცა, ნუ აი არ ვიცი. გესმით? ეს ყოვლად მიუღებელი და ყოვლად აი კატასტროფული მდგომარეობა ადამიანისა, რომელსაც არ შეუძლია თქვას, რომ დიახაც ქრისტეა მაცხონებელი ერთადერთი გზა, ერთადერთი და მე მქონდა ახსნა, რატომ? ეხლა ამ თემას არ ჩაუღმავდები, თავისთავად ცხადია, მაგრამ ჩვენ თუ არ გვექნება გაცნობიერებული, რომ ქრისტე რას
რას აკეთებს ჩვენში, იქ მაგალითად აქცენტები იყო დასმული კიდე როგორ, რომ აი სხვა რელიგიის წარმომადგენლები ისე ხო კარგი ადამიანები. ქრისტიანობა კარგი ადამიანობაა? ქრისტიანობა კარგი ადამიანობაც არის, აბა ცუდი ადამიანობა როგორ იქნება, მაგრამ კარგი ადამიანობაა ქრისტე? ჯვარცმული ავაზაკი კარგი ადამიანი იყო? ჯვარცმულ ავაზაკს რაც უბედურება ქონა ნაკეთები ცხოვრებაში. კარგი ადამიანი იყო ჯვარცმული ადამიანი? ისა ჯვარცმული ისა ავაზაკი, რომელიც პირველი შევიდა 64-ში? შეინანა, კი შეინანა და ვის რა არ გვამ შენანული, შეინანა ჯვარზე და იქვე მოკვდა. რა გამოასწორა თავის ცხოვრების წესით რამე საქციელი, ვინც დააზარალა, ვინც მოკლა, ვინც რაღაც უბედურება უქნა, მივიდა, ბოდიში მოუხადა, დაეხმარა, რაღაცა ვინც გაძარცვაფული დაუბრუნა. რა გააკეთა? რატო იყო ეს კაი? არაფრით კაი ადამიანი არ ყოფილა. გესმით? და პირველი შევიდა 64-ში. ესე ქრისტიანობა რაღაც კიდევ ვიმეორებ, ჯვარცმული ავაზაკი იმის მაგალითი კი არა, რომ ცუდები გავხდეთ. სხვა რამეა, ადამიანს უნდა გქონდეს იმის სიბზნა, ჩაწვდა და გაიგოს ეს რას ნიშნავს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რწმენა, ქრისტესადმი რწმენა არის ყველაფერი და მის გარეშე არაფერი არ არსებობს. ის არის ერთადერთი ხიდი ჩვენსა და galaktikების შემოქმედ შორის. რა კარგი ადამიანი, მტვერიც არ ახარ სამყაროში. რა კარგ ადამიანობაზე საუბრობ. რას ნიშნავს, რომ არავის არაფერი არ დაუშავე? ბოჩოლა ვინმეს რამეს უშავებს? ბოჩოლა. ბოჩოლა თუ ხარ, მაშინ ეს რას ნიშნავს? კარგია? გესმით? შენ ბოჩოლა კი არა, კაცო. აი ეს სამყარო უნდა გარღვიო და აი ამ galaktikების შემოქმედთან კავშირი უნდა ქონდეს. ეს კარგი ადამიანობა შველის ამას, ბოჩოლობა შველის ამას, რა შველის ამას. ესე იგი სხვა არსებად უნდა გარდაიქმნა და ამაშია საქმე, ამას არ გვასწავლის წმინდა წერილი. ქრისტიანი არის ახალი ქმნილება, ისეთი ქმნილება, რომელიც ღმერთმა ჩაიფიქრა და რისთვისაც სამყარო შექმნა. და რაღაც კაი ადამიანობაზე ლაპარაკობს და რელიგიურ გზნობებზე ადამიანი. და წერს კი არ და ამბობს ხო, ესე იგი რჯული აღზრდელი აღმოჩნდა ჩვენი, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. გამართლებაზე აი ხშირად გვითხოვს. რწმენის მიერ კი არ გვეპატივა. რწმენის მიერ კი არ, ესე იგი, დახუჭა ღმერთმა თვალები ჩვენს ცოდვებზე. რწმენით გამართლდი. რას ნიშნავს გამართლდი? ცოდვა აღარა გაქვს. თუ ცხონდები, რა თქმა უნდა. ანუ რწმენა შენ შეგცვლის ახალ არსებად ქმნის, ახალ ქმნილებად ქმნის, რომელსაც ცოდვა აღარა აქვს. იმიტომ რომ არ შეიძლება ღმერთის შვილი ღმერთის წიაღში რო იქნება, მას ცოდვა ქონდეს. შეუძლებელია, მაშინ ის ღმერთი არ არის. მაშინ ის მადლით ღმერთი არ არის. ანუ საშინელი პასუხისგებლობის წინაშე ვდგავართ, როდესაც ჩვენს ქრისტიანობაზე ვსაუბრობ. და რწმენის მოვლენების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ, პოტენციაში ეს. რეალურად როგორ არა ვარ, რომ სად არის ჩვენში რწმენა. ხოლო თუ ჩვენში რწმენა რეალიზდა, ჩვენ აღარ გვჭირდება გარედან ეს წნეხი სჯულისა, იმიტომ რომ სხვა ქმნილება ხარ. იმიტომ რომ შენში ქრისტე ცხოვრობს, იმიტომ რომ შენ ამ სამყაროს ქრისტეს თვალებით უყურებ, შენი მსოფლმხედველობა ემთხვევა ქრისტეს მსოფლმხედველობას, ანუ ღმერთის მსოფლმხედველობას, როგორც ქრისტე ხედავს სამყაროს, ისე ხედავს შენ. და თუ შენ როგორც ქრისტე ხედავს, ისე ხედავს სამყაროს, რომელიც სჯული გჭირდება, აღარა გჭირდება, მაგრამ ჩვენ ამ დონემდე რა თქმა უნდა არა ვართ. და ასეთი ადამიანი ვინ არის? რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. ვინაიდან ყველანი ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ვინც ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ეს რაც ნათლობის დროს იგალობება, აი ეს სიტყვებია გალატელთან მიმართ ეპისტოლეს, რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გიღებიეთ, ქრისტე შეგვიმოსიეს. ქრისტე როგორც ღმერთი, ღმერთში ცხოვრობ და ღმერთი შენში ცხოვრობს. ესმით, აი ეს არის პოტენცია, რაც ჩვენში არის. და ეს რა მდგომარეობა, ადამიანი მიწაზე აღარ არის, თავის ფაქტიურად აღარ არის და ამიტომ ამბობს, აღარ არის აღარც იუდეველი, აღარც ბერძენი, ანუ ეროვნული ბარიერები წაშლილია, აღარც მონა, აღარც თავისუფალი, ანუ სოციალური ბარიერები წაშლილია, აღარც მამაკაცება, აღარც დედაკაცება, ანუ სქესობრივი ბარიერები წაშლილია, რადგან ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოში. ხედავთ რა უბრალოდ ეს არის როგორც რევოლუციური სიტყვა, რომელიც დღესაც რევოლუციურია, იმიტომ რომ
ყველაფერი დამახინჯებულია დღეს თითქოს ესე იგი საზღვრები გახსნილია, მაგრამ უკიდურესი ნაციონალიზმი სამყაროში უბედურების მეც არაფერს არ აკეთებს და რელიგიური განსხვავება ადამიანებს აუბედურებს. ამ შემთხვევაში იუდეველი ბერძენს გულისხმობ, ეს მონათლობელობა არ არის, მაგრამ ესეთი სოციალური თანასწორობაა სამყაროში და მათ შორის საქართველოში, რომ კატასტროფა ხდება. ქრისტესნი ხართ, მაშასადამე აბრაამის შვილები ხართ და აღთქმის თანახმად მემკვიდრენი. აბრაამის შვილი რას ნიშნავს? მემკვიდრე. მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და იაკობისა, ანუ ჩვენიც. ჩვენია ღმერთი. ესი ამბობს ღმერთი ამბობს, რომ მე ვარ თეოდორესი, მე ვარ გიორგისა, მე ვარ ლუკასი, მე ვარ ელენესი, მე ვარ თამარისა, ჩვენია ღმერთი. გესმით, რა სიმაღლეზე აყავს ღმერთს ადამიანი. აი ეს არის ქრისტიანობა. ამ პასუხისგებლობით ვართ დატვირთული და ყოველი ჩვენი ღვთისწინაში ამოხრა ჩვენი ცოდვების გამო, ყოველი იესოს სახელის და ყოვლადწმინდა სამება ღმერთის სახელის აღმოთქმა, ყოველი ზიარება, ეს არის ზიარება, შეერთება ტრანსცენდენტულ ღმერთთან, რომელიც ჩვენ არსებას, მათ შორის ხორცსაც მის ნაწილად გადააქცევს და დიახად ჭეშმარიტად, არა მეტაფორულად, არამედ ნამდვილად ჩვენში არის ღმერთი და ჩვენ ხვდებით ღმერთის სხეულის ნაწილი. ღმერთმა მოგცეს ამ ყველაფრის გაგების უნარის, განცდის უნარიც და შესაბამისი ცხოვრების წესით ძალაც უნარიც თავისი ბედნიერებით და სიხარულით ურთ ქრისტე იესოს მიერ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.